რომელ სონიკს მეტი სიცოცხლე აქვს? ჩავატარეთ რბოლას ყველა სონიკთან ერთად, რომ ვნახოთ ვის აქვს მეტი სიცოცხლე. და მათ მოუწევთ დაპირისპირება დოქტორიც. ეგბენი. იქნებიან სონიკი, ბეიბი სონიკი, მეტალ სონიკი, კლასიკური სონიკი და კიდევ ბევრი სხვა. ასევე საიდუმლო პერსონაჟებიც. ვის ეკნება მეტი სიცოცხლე? ამის გასარკვევად არ დაგავითხრდეს და ალაიქო, გამოიწერო არხი და გააქტიურო ზარის ღილაკი, რომ სონიკივით ბევრი სიცოცხლე გქონდეს. წავედით. მოგესალმები ლეონ პიკაროლის არხზე. დაალაიქე, დატოვე კომენტარი და გამოიწერე არხი. დამოწევი სოციალურ ქსელებში, ფულები აღწერაში და გააქტიურე ზარის ღილაკი, ერთი ღილაკი. ეხლა კი მოემზადე, რადგან შოუ იწყება. დაჩი და უყურე ვიდეოს, თუ ეს სიმღერა მოგეწონა. კარგი, მეგობრებო, მოგესალმებით Minecraft-ში. დღეს ვნახავთ, რომელი სონიკი აქვს უფრო მეტ სიცოცხლეს. დიახ, მხოლოდ სონიკი. გარდა ამისა, როგორც იცით, მალე გავხსნით საიდუმლო პერსონაჟებსაც. ზათხათ ყველაფრისთვის, რაც ხველოდება და რაც არც ისე მარტივი იქნება, წინასწარ გაფრთხილებ. რადგან იცით, მხოლოდ ერთ შეუძლია ყველა გამოცდის გავლა, დოქტორ ეგმენის დამარცხება და ბედნიერების პორტალამდე მისვლა. Როდეს მე გაჩვენებთ რა არის იმ პორტალში, მაგრამ დღეს ის დღე არ არის, დღეს Baby Sonic-ის დღეა. მოდით ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლია. აი ის არის, რა პატარა და საყორელია. იწყებხებს 3, 2, 1, ვნახოთ რამდენი სიცოცხლე გაქვს პატარაო. უი, ნაჯახები ანადგურებს მას. ხაფანგებიც, ღმერთო ჩემო. მიდი Baby Sonic გაუძელი, აი ესეა. და წინ მიდის. ღმერთო ჩემო, ცეცხლს ვერ გადის ისე კარგად როგორც უნდა. მიდი Baby Sonic, მარტო ცეცხლზე გვაბნევს. მაგრამ როგორ შეიძლება იყო ასეთი კარგი? ბოლოს და ბოლოს ის ხომ ბავშვია. მართალია, უნდა გავიგოთ, რადგან Baby Sonic-მა არ იცის როგორ გამოვიდეს ცეცხლიდან და გვტოვებს. აი ის არის. Baby Sonic-ი ჯერჯერობით მეორე ტესტში ამ დონეზე რჩება. ფრთხილად, რადგან ეხლა კლასიკური Sonic-ის ჯერია Minecraft-ში. ასე რომ, აი ისიც. არ ვიცი რა მოხდა, მოჩვენებამ შეუტია, მაგრამ მაინც მიდის კლასიკური Sonic-ი. იცით რომ კლასიკური Sonic-ი ცურვა არ იცის, მაგრამ წყალში ნახევრად ცოცხლობს. მიდი, შეგიძლია. აი ის არის, თუმცა ეხლა კაქტუსები მიეცემა. კარგი. ცდილობს თავი დააღწიოს ერთის გატეხვით. აი კიდევ ერთ სამტრევს. ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება ასეთი უხეში იყოს? მიდი. აი აქვს. ეხლა ბოლო უნდა გატეხოს. აი აქვს. მიდის. აი, არა. აი აქ არის, კლასიკური Sonic-ი დარჩა უდაბნოს დონეზე, კაქტუსები. და ეხლა ყურადღებით, რადგან ეხლა Sonic ტეიპების გარეშე ბავშვის ჯერია. ფრთხილად ამ დიდ ბავშვთან ძლიერად გამოიყურება. აი აქ არის, მზად და მობილიზებული. მზადა ყველაფერი გააკეთოს. 3, 2, 1. მიდის, კარგი, საოცარი ნართომია, ყურადღება. ცეცხლს გადის, შესანიშნავად აკეთებს. ეხლა წყალი, ვნახოთ. როგორც ჩანს უძლებს. კაქტუსების დროა, ცდილობს ზემოდან გადახტეს. ნახევრად გამოსდის და ვარდება. არა, გიждდება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი ობობას დასასრული, მაგრამ კაქტუსს ამტრევს და გამოსვლას ახერხებს. უკვე იცით რომ შემდეგ ბადეების დონეს შესანიშნავად აკონტროლებს. მოდით ვნახოთ, შეძლებს თუ არა მჟავას გადალახვას. მიდის, Sonic ტეიპების გარეშე ბავშვი. გამოსდის. თითქმის მიაღწია. არა, აი აქ არის, Sonic ტეიპების გარეშე ბავშვი. ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა და ასე დარჩა. ეხლა კარგი, ჩვენი გმირის ჯერია, ლუჯბეწვიანი Sonic-ი. მზად არის რბოლისთვის. 3, 2, 1, მიდის. კარგი, ახტება მახეებს, არიდებს თავს და კარგი. ყურადღება, ცეცხლი აზიანებს, მაგრამ წყალში სწრაფად მიდის. ცურვა არ იცის, მაგრამ თავს ართმევს. ვნახოთ კაქტუსები. ღმერთო ჩემო, იდეალურად ახტება. აქ იღებს თავის კლასიკურ პოზას, რომ სცადოს ობობის ქსელებიდან გამოსვლა და პირდაპირ მჟავაში მიდის. კარგი, ეს აშკარად აზიანებს, მაგრამ ჩანს რომ გამოსვლა შეუძლია. ყურადღებით, მოახერხა. მახის ჯერია. კარგი. ისრები. ღმერთო ჩემო, ისრები. ყველა მოხდა ვერ უძლებს მათ. აი აქ ყავს ჩვენი საყვარელი Sonic-ი. ამ ეტაპზე პირველ ადგილზე. ის ისრების მახეში დაიღუპა. და კარგი მეგობრებო, რას ფიქრობთ ამ ვიდეოზე? მოგწონთ ხომ ასეა? მაგრამ ვიცი რომ ძალიან გინდათ გაიგოთ რომელი ორი პერსონაჟია დაბლოკილი. ასე რომ სწრაფად, ამ წუთიდან მხოლოდ 20 წამი გაქვს რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გახსნა საიდუმლო პერსონაჟები. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ რომ Sonic-ს მეტი სიცოცხლე აქვს, შენ შეძლებ მისის მსგავსად ბევრი სიცოცხლე გქონდეს. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი. დრო გვეწურება. კარგი, მგონი თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი. ამიტომ დროა გავხსნათ პირველი დაბლოკილი პერსონაჟი. 3, 2, 1 და აი ისიც. Black Sun Sonic-ი.
გაუჯერებელია, იმედი მაქვს მოგეწონათ, რადგან შემდეგი პერსონაჟიც არავის გააცბილებს. და ისიც, ეს არავინ სხვაა, თუ არა შადიკი, სონიკისა და შედოუს შერწყმა. ღმერთო ჩემო, რას ფიქრობთ ამ ორ პერსონაჟზე? სონიკის საიდუმლოებებზე რას ფიქრობთ? ფიქრობ ისინი საოცარია, ასე რომ გავაგრძელოთ. ვნახოთ გამოვიყენებთ თუ არა მათ. რადგან ახლა სონიკის ცნობილი რობოტის ჯერია. მეტალ სონიკი, წავედით. 3-დან 1-მდე. 3, 2, 1 და წავიდა. კარგი, მახეებს თავს არიდებს. ვნახოთ და იხტება. აი გყავს. და ცეცხლი მასზე არ მოქმედებს, რადგან ის რობოტია, მაგრამ წყალი შიგნით შეიძლება შეუვიდეს. ფრთხილად იყავი, მეტალ სონიკო, ძალიან სწრაფად მიდიხარ. კარგი, გამოუვიდა, გადარჩა. ნახოთ, კაქტუს გადის, საკმაოდ კარგად აკეთებს და ეხლა მჟავასთან დაპირისპირება უწევს. ნახოთ, ამას როგორ გაართმევს თავს. ნახოთ, აი წავიდა, კარგი, მჟავა მოქმედებს მასზე, მაგრამ ჩანს რომ საკმაოდ კარგად იტანს. და აი აქ არის, მეტალ სონიკი ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერია. ყოველი მხრიდან ისრები ხდება, მაგრამ მაინც არ მოქმედებს მასზე. ვაუ, ვარდნა, ლავაში ვარდება, მაგრამ ეს არ მოქმედებს მასზე, რადგან ცეცხლგამძლეა. მზადა, რომ დოქტორ ეგმენს შეებრძოლოს, მაგრამ მოიცადე. ეს მისი შემქმნელია, ამიტომ თავი მოიკლა. ვერ იბრძვის საკუთარ შემქმნელთან. სამწუხაროა, რადგან მეტალ სონიკი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ ეხლა მაგმის დონეზე დარჩა. ეხლა კი ფრთხილად. მოემზადეთ, რადგან მოდის სონიკი X-ე. აი ისიც მზადაა ყველაფრისთვის, ბნელეთის ბატონი. 3, 2, 1. უკვე მიდის, კარგი. აიცილე მახეები და გადახტი. ცეცხლი ნამდვილად მოქმედებს მასზე, მაგრამ საკმაოდ კარგად იტანს. წყალსაც სწრაფად გადის, კაქტუსებსაც საკმაოდ სწრაფად გადის. ეხლა ოვლის შემძლე მჟავას ჯერია. ვნახოთ როგორ გაუმკლავდება. და კარგი, სტკივა, მაგრამ როგორ ჩანს გამოსდის. მიდის. ო, დედა! შეძლო, ახლა ის ისრებს ებძვის. ფრთხილად, ისრები ძალიან საშიშია, მაგრამ მაინც გადის და პირდაპირ ლავასთან მიდის, რაც საკმაოდ ძლიერ მოქმედებს მასზე. საკმაოდ, მაგრამ გადის და გამოსდის. საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ დროა დოქტორ ეგმენს შეებრძოლოს, ასე რომ მიდის. კარგი, სონიკ X-ე, ფრთხილად, დოქტორ ეგმენის იარაღები ძალიან საშიშია და მართლაც საშიშია. ძლიერად ურტყამს და ამარცხა. ღმერთო ჩემო, აი ასეა. სონიკ X-ემ ვერ შეძლო დოქტორ ეგმენის დამარცხება. დღესდღეობით ეგმენი საკმაოდ გაძლიერებულია და ასე დასრულდა. ეს კი გზას უხსნის შინ სონიკს, Sonic Tapes, სონიკის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და შემზარავ ვერსიას. აი ესეა. შეძლებს თუ არა იმას, რაც სონიკ X-ემ ვერ შეძლო. 3-დან 1-მდე. 3, 2, 1 და მიდის. კარგი. სწორად უვლის მახეებს და წინ მიიწევს. ცეცხლს კარგად უძლებს, წყალსაც ასევე. კარგი, აგზელებს კაქტუსებზე სულას. ეხლა კი მიემართება ობობის ქსელებისკენ. მათაც საკმაოდ კარგად უძლებს. აი ასეა. ნახოთ მჟავა. აზიანებს, მაგრამ კარგად უმკლავდება და აგრძელებს სულას. ისრის მახეები აზიანებს, მაგრამ მათაც გადის. პირდაპირ ლავაში ხტება. ეს კი ნამდვილად აზიანებს, მაგრამ გამოსვლას ახერხებს. სხვა პირდაპირ მიდის დოქტორ ეგმენისკენ. გამოუვა. მოდი შევამოწმოთ. კარგი. აი მიდის ეს შინ Sonic X-ე და საკმაოდ ძლიერ უტყამს ეგმენს. მართლაც კარგად გამოსდის, ბრძოლა თანაბარია. მას კიდევ უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე Sonic X-ეს, მაგრამ დოქტორ ეგმენი არ ნებდება. არ ვიცით ვინ გაიმარჯვებს. ჰეი, არა! აი აქ არის დოქტორ ეგმენი ანადგურებს სონიკის კრიპიპასტებს. ღმერთო ჩემო, ეხლა კი ფრთხილად, რადგან მოდის სონიკი მაინკრაფტში. აი აქ არის მზადაა დასაწყებად. 3, 2, 1 სონიკი მაინკრაფტში. კარგი. კარგად აკეთებს, თუმცა ცეცხლი აზიანებს. ნახოთ, შეძლებს თუ არა წყლის ზედაპირზე სირბილს. ღმერთო ჩემო, ვერ ახერხებს, უჭირს. მიდი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა გამოსვლას. გამოუვიდა. არა! ბიახ, ეხლა ხდება კაქტუსებზე და მთელი ძალით მიდის. დაუჯერებელია, ნამდვილი სონიკი მაინკრაფტში. რა ძალა აქვს? აი აქ ებძვის მჟავას, რომელიც აზიანებს. ნახოთ და გადალახა. ეხლა პირდაპირ ისრების მახეებს უახლოვდება. ამასაც გადალახავს, მაგრამ ლავაში უკვე ვეღარაფერს აკეთებს. აი ასეა. სონიკი მაინკრაფტში. ორიგინალი სკინი. რამდენი ვიდეო მაქვს გაკეთებული ამ ბატონზე. ახალი სონიკის წინ დარჩა. ნეტავ ძველი ზოგჯერ უკეთესია. არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა სონიქსია, ითერი, ზღვის ურცხულის ჯერია. მოდით დავიწყოთ სონიქსია, ითერით 3, 2, 1, აჩავა.
კარგი, ვნახოთ. ის არიდებს მახეებს. ცეცხლი საკმაოდ აზიანებს მას, მაგრამ წყალში იდეალურად მოძრაობს. ვნახოთ კაქტუსებს თუ გადალახავს კარგად. როგორც ჩანს კი, ზემოდან. და ისიც. ეხლა ჯერი ყოვლის შემძლე და საშიშ მჟავაზეა. ისიც. მიიწევს წინ, თუმცა საკმაოდ ბევრ სიცოცხლეს კარგავს, მაგრამ მაინც ახერხებს. საოცარია, ფრთხილად. ეხლა ისრის მახე აზიანებს მას. და პირდაპირ ლავაში მიდის. ლავაში ცურვა ასე მარტივი არ არის, სონიკი იტერო. ფრთხილად, როგორც ჩანს გამოზდის. გამოდის ლავიდან, დიახ. მაგრამ როგორც ჩანს, მაგმა ნელ-ნელა შთანთქავს მას. ცდილობს დოქტორ ეგმანთან მისვლას, მაგრამ ვერ ასწრებს. რჩება მეტალ სონიკთან ერთად, რადგან დოქტორ ეგმანთან მისვლას ვერ ახერხებს და მეორე ადგილზეა. ეს ცუდი შედეგი არ არის. და გადავდივართ ბოლო პერსონაჟზე, ერთ-ერთ ჩემს საყვარელზე, როგორც იცით, Chainsaw Sonic-ზე. ისიც, ვნახოთ რას შეძლებს ჩვენი ბენზოხერხიანი ზღარბი. მთელი ძალით ერთვება საქმეში და მიდის. მიდი. Chainsaw Sonic-ი ცდილობს მთელი ძალით იბრძოლოს თავისი ბენზოხერხებით. ვნახოთ. ისიც, კარგი. ძალიან სწრაფად მიიწევს წინ. ისე ვიყენებს თავის ბენზოხერხებს. როგორც ჩანს, ქსელს ჭრის. ისიც, მჟავასთან პირისპირ, შეძლებს თუ არა? კი. ეხლა ის ისრებს უახლოვდება. ვნახოთ. ასევე, ვნახოთ თუ ლავაშიც იგივე გააკეთა. ისიც, უზარმაზარი ნახტომი და მოახერხა. ყველაფერს აკეთებს, რომ დაამარცხოს დოქტორი ეგმენი. Chainsaw Sonic-ი შეტევაზე გადადის. ვაუ, რა ძლიერი დარტყმებია ბენზოხერხით. ღმერთო ჩემო. ნეტა ვის იქნება, ვინც დოქტორ ეგმენს დაამარცხებს. წავედით. გამოუვა, წავედით, Chainsaw Sonic-ო, წავედით, თანაბარია და მოახერხა, მაგრამ ფრთხილად, ბენზოხერხი უმთავრდება, ხტება და აქ გაჩერდა. ვეღარ გადალახა, ბოლო გამოცდა. ისიც. ამ ეტაპზე უდაო ლიდერია, ძალიან მაღალი დონით, ბოლო გამოცდაზე დასრულდა. და ეხლა მეგობრებო, Black Sand Sonic-ის ჯერია. პირველი დაბლოკილი პერსონაჟი, რომელიც იწყებს თავის გმირობას. ისიც, მზადაა დასაწყებად, წავედით შეჯიბრებაზე. ღმერთო ჩემო, თავის ბნელ ძალას იყენებს და სიცოცხლეს იმატებს, ყველაფერს აკეთებს. ღმერთო ჩემო, Black Sand Sonic-თან ერთად. რა ძალის დონია ეს? ეხლა მჟავას დაუპირისპირდება, ვნახოთ. ისურის თავის ძალას, მაგრამ მჟავას შეჩერება ვერ მოახერხა, ვნახოთ. საოცრად უძლებს. ღმერთო ჩემო. ისიც, დოქტორ ეგმენს უნდა დაუპირისპირდეს. შეხედე, რა თქმა უნდა, დოქტორ ეგმენი მოდის. ლავა არ მოქმედებს მასზე. ისიც. დოქტორ ეგმენი გადახტა მასზე. და უკვე. და პიმბა. ღმერთო ჩემო, Black Sand Sonic-მა ეს საკმაოდ მარტივად გააკეთა. ეხლა კი თავის ბოლო ძალას ააქტიურებს და ყველაფერს გაატარებს, რომ ნახოს დამქუცმაცებელი. გადახტა. ის ამ ეტაპზე უდაოდ გამარჯვებულია. ისიც, Black Sand Sonic-ი ამრბოლის ამჟამინდელი გამარჯვებული, მაგრამ ფრთხილად, ეხლა შადიკის ჯერია. Sonic-ისა და Shadow-ს შერწყმა. ისიც, ვნახოთ რას შეძლებს. 3-ზე 2, 1, ღმერთო, ის თავის ძალას ათავისუფლებს და მიდის. ღმერთო ჩემო, კარგი, კაქტუსებსა და ობობის ქსელებსაც კი უვლის გვერდს. ამანაც საკმაოდ დიდი ძალა აქვს. კარგი, ყველაფერს ანადგურებს გზაზე. ვნახოთ მჟავა როგორი მოქმედებს, მაგრამ თავის დიდ ძალას ათავისუფლებს და აღდგება. ღმერთო ჩემო, შადიკი ზედმეტად ძლიერია, ყურადღება, ლავა ნამდვილად მოქმედებს მასზე, მაგრამ მაინც ახერხებს მის გადალახვას. და ახლა დროა დოქტორ ეგმენს შეებრძოლოს. ცდილობს სიცოცხლე აგიდგინოს, ხტება და ისიც. ღმერთო ჩემო, და ეხლა მხოლოდ ბოლო ხაფანგები დარჩა. თავის ბოლო ძალას ათავისუფლებს. ერთს ახტება, მეორესაც ახტება. მიდი, ამარცხებს Black Sand Sonic-ს. ხომ იცით, მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლება იყოს, ეს ნათელია. და ისიც, შადიკი, Sonic-ისა და Shadow-ს შერწყმა ყველაზე მეტი სიცოცხლით და თანაც დიდი უპირატესობით. გარდა ამისა, დაამარცხა Black Sand Sonic-ი და აქ წესები არ არსებობს. ამიტომ, რადგან დაამარცხა და ფინიშამდე მივიდა, ის არის გამარჯვებული. ესეც ასე. დაწენეთ კომენტარებში, ვინ არის თქვენი ფავორიტი ან გამარჯვებული. და კიდევ, რომელიც სხვა პერსონაჟების სიცოცხლე გინდათ ვნახოთ Minecraft-ში. ეს ყველაფერი რომ თქვი, ტიტო ლეონი გემშვიდობებად. შევხვდებით შემდეგში კიდევ უფრო მეტით ან გამანადგურებელი დამამთავრე. არა, გამოიწერეთ.